გეოფიზიკის ინსტიტუტის მე-12 სართულზე შენობის სახურავზე ასასვლელი კარი გატეხეს. ტერიტორიის ნაწილი სტერეო პლუს იჯარით აქვს აღებული და სტერეო პლუსის და სხვადასხვა მობილური ოპერატორების ანტენებია განთავსებული. კომპანიის ხელმძღვანელის დავით ზილფიმიანის ვარაუდით კარი შენობაში შესახლებულმა დევნილებმა გატეხეს. ისინი გეოფიზიკის ინსტიტუტში რამდენიმე კვირის წინ შეიჭრნენ და 6 სართული აქვთ დაკავებული. დაცვის სამსახურის განცხადებით შენობაში უცხო პირთა შესვლის გაკონტროლება რთულია, რადგან დევნილებს ყოველდღიურად ახალი მცხოვრებლები ემატებათ. ჯეოსელის თანამშრომელი იყო მოსული, მე-13 სართულზე განთავსებულია მაგთის და ჯეოსელის ანტენები. და უნდა თავიანთი საქმე გაეკეთებინა და დაახლოებით ბოქლომი გატეხილი. და დაფიქსირდეს პატრულში პირობები კრიმინალურ პოლიციას რომ გაარკვიოს თუ რამე გაძარცვული თუ რამე მოპარულია. მათ ხელფეს მე-12 სართულზე ტერიტორია გატეხეს ასასვლელი კარები და ეხლა მიდის გამოძიება იმის დასადგენად რა ზარალი ან აზიანი შეიძლება მიეყენებინათ. როგორც ამას ამბობს დაცვის სამსახური, რომელიც რეგულარულად აქ არის, ეს არ იყო ქუჩიდან მოსული ხალხი, ეს იყო იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც ლტოლვილების ნაწილი, რომლებიც ამ შენობაში იმყოფებიან.